გამარჯობათ, ჩემო გამოწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის. რატომ არ გეხმიანებათ, რა უშლის ხელს? ჩაიფიქრეთ თქვენი ადამიანი, ვიზეც გაინტერესებთ, რომ მიიღოთ პასუხი კითხვაზე, რატომ არ აქტიურობს, რატომ არ გეხმიანებათ. და ვნახოთ, ვინ არის თქვენი ადამიანი. და ვინ ხართ თქვენ? იმისათვის, რათა ამოიცნოთ ეს კონკრეტული გაშლა გეხებათ თუ არა თქვენ. თქვენი ადამიანი ამ მომენტში დგას არჩევანის წინაშე და მისთვის ეს პერიოდი არის ძალიან მნიშვნელოვანი ცხოვრების ამ ეტაპზე. ის არის გაორებული, არ იცის რა გააკეთოს. ეს არჩევანი არ არის აუცილებელი, მაინც და მაინც რო გულისხმობდეს დაუშვათ თქვენსა და სხვა ადამიანს შორის არჩევანს არ არის აუცილებელი. შესაძლებელია უბრალოდ რაღაც საქმე შეაქვს მას ორი არჩევანი, ან დაუშვათ სიყვარული და საქმე, ან რაღაც ამ სტილის. თუმცა შესაძლებელია დაუშვათ სასიყვარულო კუთხითაც ფიქრობდეს ის რომ უნდა აირჩიოს. ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც იცით საკუთარი თავის ფასი, იცით რომ თქვენ სიტყვას აქვს ძალა, თქვენ ხართ ლიდერი, თქვენ ხართ სიტყვის ადამიანი, თქვენ რასაც აკეთებთ, რასაც ამბობთ, იმას აკეთებთ. სიტყვის ადამიანი ხართ. დაახლოებით ასეთია თქვენი და თქვენი ადამიანის აღწერილობა. კარგით, ნახოთ რა არის თქვენს შორის ახლა. თქვენს შორის არის ილუზიები, თქვენს შორის არის ბევრი სხვადასხვა, ასე ვთქვათ, რწმენა წარმოდგენები, თუმცა აქედან არც ერთი არ შეფერება შეიძლება ითქვას სიმართლეს. ეს არის ილუზიები ძირითადად. კარგით, ვინც ამოიცანით თქვენი სიტუაცია. თქვენთვის რატომ არ აქტიურობს თქვენი ადამიანი და რატომ არ გეხმიანებათ? მას მეტი ინფორმაცია სჭირდება თქვენს შესახებ. აქვს სხვადასხვა ფიქრები, ეს არის შესაძლებელია მისი მხრიდან ეჭვიანობაც, ორივე მხრიდან შეიძლება, მაგრამ თვითონ ფიქრობს, რომ შესაძლებელია თქვენ ცხოვრებაში არ კიდეც ვინმე, იმიტომ რომ აქ არის მინიშნებები რაღაც სასიყვარულო სამკუთხედზე. ესე იგი, მას სჭირდება მეტი ინფორმაცია თქვენს შესახებ. სჭირდება ინფორმაცია იმაზე, რომ თქვენ ხართ მარტო. ეს არის მისთვის აუცილებელი, რომ თქვენ იყოთ მარტო. თუმცა ეს რა მიზეზია არ შემოხმიანებისთვის? რა არის იმის მიზეზი, რომ არ გეხმიანებათ? თქვენ ხართ შორს. ასევე ხართ უხეში მის მიმართ, ცოტა მკაცრი. და ასევე არ გსურთ მასთან ურთიერთობა მისი აზრით. მისი აზრით, მისი, ასე ვთქვათ, სიყვარულისგან თქვენ წახვედით და არ გსურთ, არ იხედებით მისკენ. სიცივე გრძნობს თქვენგან ის და გრძნობს, რომ თქვენ ის არ გაინტერესებთ. და რეალურად ასეა, მოდი ვნახოთ, მართლაც ასეა, თქვენ ის არ გაინტერესებთ? ჩემი კატარა დღეშია. ისმის თუ არ ვიცი, ძალიან ცელქობს. თქვენ იცი როგორ ხართ?
იმედგაცრუებულად გრძნობთ თავს, მოდი ასე ვთქვათ. დანარჩენ არკანებს არ წავიკითხავ და არ გავახმოვანებ, უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ ამ იმედგაცრუების გადასაფარად თქვენ გსურთ, რომ რაღაც გააკეთოს, იმოქმედოს თქვენთვის, რომ თქვენ იგრძნოთ, რომ გყავთ ადამიანი გვერდით. ეს გსურთ თქვენ, რომ გყავდეთ ადამიანი გვერდით, ძლიერი, მამაცი, უშიშარი. და ამ ადამიანს თქვენ უნდოდეთ, ეს გსურთ თქვენ. უყვარდეთ, გქონდეს სურვილი თქვენთან ყოფნის. არ გიწევდეთ თქვენ რაღაც კონკურენციაში ჩაბმა და კასტინგებზე გასვლა იმისთვის, რომ აგერჩევთ თუ არა ეს ადამიანი. ეს თქვენ არ გჭირდება. თქვენ გჭირდებათ, რომ იაქტიუროს იმისათვის, რათა თქვენ დაინახოთ, რომ ძვირფასი ხართ ამ ადამიანისთვის. ეს გჭირდებათ თქვენ. კარგით, რა შეიძლება ვეკითხო კიდევ ამ ადამიანზე და ვინახეთ, რომ არ აქტიურობს, იმიტომ რომ ხართ შორს და თქვენ გაგრძნობს სიცივე, შეიძლება მენტალურად შორი იგულისხმება აქ, რომ ის ვერ გრძნობს თქვენს ენერგიას. და მოდი ვნახოთ, რატომ ვერ გრძნობს. თქვენ ხართ ჩაკეტილი ენერგეტიკულად, რაღაც ჩაკეტილი ხართ, არ უშვებთ თქვენთან ახლოს თითქოს მას, იმიტომ რომ გაქვთ შიში, იმიტომ რომ გსურთ გაერკვეთ საკუთარ თავში. თქვენ გსურთ, რომ ამ ადამიანმა მოგეპოვოთ, ამ ადამიანმა რამე გააკეთოს იმისათვის, რათა დაიმსახუროს თქვენი ყურადღება. და არაფერს არ აკეთებს. გამოდი მარგო აქეთ, გამოდი. მოდი მარგო. არაფერს არ აკეთებს ეს ადამიანი თქვენთვის. ამ მომენტში შეიძლება რაღაცა ყურადღებას იჩენს დაუშვათ ფინანსური კუთხით რაღაც საჩუქრების, მაგრამ როგორც თქვენ გსურთ მოქმედება, ასე არ მოქმედებს. ის გაჩერებულია რატომღაც ამ მომენტში, ნაბიჯებს არ დგამს, რატო? იმიტომ რომ ფიქრობს, რომ ეს არის ზედმეტი თავის ტკივილი და ეხლა არ ღირს, რომ რაღაც გააქტიურდეს. თუმცა დაგეგმილი აქვს და გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რომ იმოქმედოს აუცილებლად და გადმოდგამს კიდეც ნაბიჯებს თქვენსკენ და იმოქმედებს, დაიწყებს მოქმედებას იმისათვის, რათა მიიქციოს თქვენი ყურადღება. კარგით. და თქვენ რა რეაქცია გექნებათ ამაზე, როდესაც ის დაიწყებს მოქმედებას თქვენთვის? თქვენ თავს იგრძნობთ იმპერატრიცად, ეს იმის ნიშანია, რომ ესე იგი თქვენ იფიქრებთ, რომ ეს ასეც უნდა იყოს, რომ მან დაიწყოს მოქმედება ჩემი ყურადღების მისაქცევად, ოღონდ მე მჭირდება ის ახლა, აი ესეთია თქვენი ფიქრები. ძვირფასებო, გესიამოვნებათ ერთმნიშვნელოვნად, გაგეხარდებათ და გაგაბედნიერებთ თქვენ მისი მოქმედება. იმპერატრიცა ძვირფასებო გაითვალისწინეთ, რომ ასევე იმის ნიშანია, რომ შესაძლებელია თქვენ ამ პერიოდში, ყველასთან არ იქნება ეს სცენარი, რა თქმა უნდა, უკვე იყოთ ურთიერთობაში და ეს ძველი, ასე ვთქვათ, პარტნიორი აღარ მიიღოთ. ყველასთან არ ავიმეორებ ძვირფასებო, რაღაც რაოდენობასთან, დაუშვათ 70%-თან იქნება 100. მე გისურვებთ წარმატებებს და ულევს სიხარულს. პირად ტარო კონსულტაციაზე შეგიძლიათ მომწეროთ TikTok-ზე და ასევე YouTube-ზე ვიწმადებთ კურსს, რა თქმა უნდა, პირველი კომენტარის სახით მითითებულია ჩემი ნომერი. გისურვებთ ულევს სიხარულს და წარმატებებს.
შევხვდებით მომდევნო ვიდეოებში.